წავიდა პოდკასტში. შიომზად ვარ. სალამი ყველას. სალამი მეგობრებო. შენი მოგება ვინმე შეწყინა? სამბირს. ვის? ეს ერთი თქვი. ღიად ვლაპარაკობ და ღიად ვლაპარაკობ. როგორ ფიქრობ, ახალ ფედერაციამ რა გააკეთა, ისეთი რა ძულმორი გააკეთა. ანა მაგალითად გადადგა რომ შენ დაიწყებ სტერეოტიპის მიღებას, ფარმაკოლოგიის მიღებას, ეგ არის უდიდესი ნაბიჯი შენ ცხოვრებაში და უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ ერთ-ორ ბუდიმთან რომ მარტო ის კონტაქტის ბევრთან არ ხარ. და დაჟე ამ ჩემპიონატს ვერ უფრო ნაკლებს აქვს ჩემს მიმართ. ის დარწმუნებულია რომ სწორად მოიქცა. ხო ხვდები? და როცა ადამიანი დარწმუნებული რომ სწორად მოიქცა, იმასთან შენ უკვე სალაპარაკო არაფერი აღარ გაქვს რა. ამიტომ მეც ეგრე ვარ ხოლმე რაღაც საკითხებში ადამიანებთან რა. აი ადამიანს აშკარად სალამი ყველას. სალამი მეგობრებო. კარგი ხნის შემდეგ პირველი ვიდეო ჩემი YouTube-ის და დღეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ადამიანი ვარ გიგი მამასაშვილთან ერთად, რომლის ვიდეოც უკვე დევს YouTube-ზე. კი, ჩვენ ვივორჩეთ უკვე. ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად გადადეთ და ნახეთ. ვივორჩეთ ძალიან კარგ თემებს შევეხეთ, კარგ თემებსაც, კინოულ თემებსაც. გიგი, რა ხდება? შენსკენ მოკლედ რო გითხრა? ხო, ნუ ორ ჩემპიონატზე ყავ წელს გამოსული. სადება 6-7 თვე იყო. და 2 თვე არაც დავამთავრე ბოლო ჩემპიონატები. სხვა შორის მკლავფილი ვარ, ჩემი ფორმით, ჩემი შედეგებით. არ შემიძლია ჯერჯერობით მომზადების დაწყება. მაქვს სხვა მიზეზები, უფრო პირადული მიზეზები არის. მოვიტყვი როგორც ჩინო ვიდეოში ვთქვი, რომ 3 წელს სახლი ვიყიდე და მის დამთავრებას ველოდები ახლა და შემდეგ რემონტი და როგორც არის ხოლმე და ამ პროცესში ძალიან რთულია რომ მომზადება დაიწყო და ჩაერთო ისე ასეთ სერიოზულ საკითხში, იმიტომ რომ ორ სერიოზულ საკითხს ერთად ვერ მივუდგები და შენი მიზეზი სადაც ეგ არის რა. ხო, ბიზნესი და ბოდიბილდინგი რაღაც ვერ გამოვიდა. ასე რომ ჯერჯერობით ვისვენებ, სხეულს ვასვენებ მაქსიმალურად, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ყველაფერი ის იმ რეჟიმში იყოს, რასაც შეიძლება რეჟიმი. რაც არის ხომ. მოდი მაშინ მე პირდაპირ ჩავაჭერე. შენი მოგება ვინმე შეწყინა? როგორ ფიქრობ? სამბირს. ვის? ეს ერთი თქვი. არა, ესე არ ვიდეთ ხო? სამბირს შეწყინა. ანუ ეწყინათ. სამბირს. შენი გამარჯვება ტიპებს ეწყინათ. ანუ პროსტა აზერზე ხარ შენ ის რამხელა ცუდი რაღაც, აი რამხელა სიბოროტეა რომ ვიღაცა შეიძლება შენი კარგი ეწყინოს. ნუ გიჩეული ვარ. ან შეიძლება რაღაც ნეიტრალური გეჭიროს ადამიანთან რა, ხო ხდები ნეიტრალურში არ გულს ვნახე. აი მოიგო ხო და რავი ყოჩახ. მაგრამ იცი არის დიდად კი არ გამისწორდა, იმიტომ რომ ახლო ერთ ვარ მაქვს, უბრალოდ ჩორე და ვიცი ეს ადამიანი და რაღაცა. კარგია რომ მოიგო ქართულია, მაგრამ წარმოიდგინე რომ გეწყინა. აუ რა, ამან მოიგო და შეიძლება ეწყინოს რაღაც. ანუ თვლილო ეწყინა ვიღაცებს ეწყინათ. არ დაუმალიოთ ძალიან ფრაზა დაუმალიოთ. არ დაუმალიო ეწყინა. დაუმალიოთ ხო? ნუ პირველი შეშუდათ ალბათ ან როგორ ფიქრობ? საიდან გამომდინარე იყო ეს წინა რაღაც შენი არა ხო ხდები მე არავისთან ესეთი არ მქონია ცუდი ურთიერთობა და სავარაუდო და ხო ეგ იყო რა უფრო ჩემი აზრით ხალხს ვისაც ეწყინა უფრო ის არ მოსწონთ რომ როდესაც რავი წინა წელსაც თუნდაც რა ჩემპიონატი რომ მოვიგე ხო ახლა დავდე ეს ყველაფერი რაღაც პროცესს ვიღებდი და როდესაც ყველაფერი ჩანდა რომ მოვიგე რაღაცა ანუ ამ ყველაფერს ბევრი ნახვა ქონდა ახლები ანუ ბევრი გადაზიარება, ბევრი გამოხმაურება ხალხისგან ესის და ეს არ სიამოვნებთ, იმიტომ რომ აბა ვერ შეიგუეს რომ მოიგე. ხო, ნუ ალბათ არ არის მოგებაზე არის, ყოფილ იმ ყურადღებაზე რაც მივიღე. ხდები, ანუ ძალიან დიდი ყურადღება იყო, იმიტომ რომ ხალხს დავდე ყველგან ძალიან ბევრი ნახვები და ბევრი ის გამოხმაურება ქონდა. ჩემთან მოდიოდნენ ჩემი მოსწავლეები, აუ გიგი მოიგო და კი მეთქი ნახე მაგარი ბიჭია და ხო და ალბათ უფრო მე მაგას რო დავკავშირე რა. მე პროსტა რომ მოიგო შემპიონში და რო იცოდნენ რომ მოიგო და აფერი გამოხმაურებას არავის არ იტყვის რა. პროსტა რომ მოიგე და იქ ხედავენ რა ხდები, ასკროლავს და შენი ვიდეო შეხვდება და კიდე ასკროლავს და კიდე შენი ვიდეო შეხვდება, აუ ამა რა განა ეგეთი რა გააკეთა და რავი. ხო ამაზე პოლონეთზე მაქვს საუბარი, ხა ბათუმის ჩემპიონატზე ეს საუბრობ. ანუ შენს ხა ასე თუ ისე გამოიარე უკვე ის რაც მე გამოვიარე, მეც მქონდა ხა მსგავსი სიტუაციები, როცა რაღაცა წავაგე შეჯბი და ხო ხდები რა, აი ტიპები რომ ეკითხებოდნენ ისაც რო იცოდნენ, აუ შენ წავაგე ზმა, ხო ხდები აი. ხო ნუ თან ფეიკებით. ფეიკი აკაუნტებით და ისე ძალიან ცუდია, იცი აი მე მართლა არ მეგონა თუ შენთანაც ეგ მოხდებოდა, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა, აი როგორც მაყურებლის თვალიდან რო გითხრა რა, აი მე როგორც მაყურებელი რა, როცა შენ ვიდეოს უყურებდი, ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი მეყოფილიყო, ვისაც შენი მოგება ეწყინებოდა.
ანუ ისე კარგად ჩანდა ყველაფერი დახვეწილად რას გულისხმობ ნახე რომ მეთქი ანუ ყოჩაღი ბიჭი რომელსაც მართლა ისეთი ადამიანი აყავს ცხოვრებაში ვისაც ოდნავ მაინც შეიძლებოდა არ გახარებოდა წარმატება მაგრამ ეგ კლასიკური ამბავია ეგ ყველა ეგრეა შორს აუნავედოთ ახლა შეგვიძლია ვეძებოთ ადამიანები რომლებსაც არ გავხარდებათ მაგრამ თან იცი რა არის თან იცი რა არის თან მე მგონია რომ ყველა დიდებულ ჩემპიონს ყავს ეგეთი ხალხი ვისაც არ უნდა რომ რაღაცა მოიგოს რა ანუ ეგ ხო კლასიკური ამბავია იმიტომ რომ ყველა კარგი ვერ იქნება ეხლა რა თქმა უნდა ეხლა სტანდარტულად როგორც არის როგორც ამბობენ რა ანუ ვინც აგიცნობს იმას უხარია ხოლმე ვიდრე ვინც გიცნობს რა რეალურად უცნობების გამო უფრო მეტ მას იღებ მადლობა იმდეს გაუჩერებიო რა აი მართლა ეგრე არის უცხოელები მილაიქებენ პოსტერს და დღემდე ძალიან ბევრი მაჩი ქუჩაში რო გავილი ხა შეადარებდი ვარ ხოლმე რო გავილი ხოლმე ვიღაც რომ იცნობს იქ მოლში სალმე მოდიან ფოტოებს იღებენ და ისე მიხარია ხოლმე რომ რავი ძალიან იშვიათია ხოლმე რა იმიტომ რომ მე ხავზე მწყინს ხოლმე როცა აი ნაცნობი ადამიანისგან ელემენტარული ისეთი ყურადღება და ისეთი დაფასება არ გაქვს რა ხო არა ეს კი არ არის ხა დიდი მნიშვნელობა კი არა იმაზე კი არა აი ყურადღება და რაღაც საერთოდ არ არის ჩემს პრობლემა просто ხე შენ რო სხვა ადამიანის მიერ განწყობილი და რეალურად რო ხედავ ის როგორ არის ხა ძალიან ბევრი ბოდიბილდერი გამოკიდებულება ხო კი სამწუხაროდ ვიღაცას ძალიან ბალეში ყავს შენ და ვიღაცას გვერდში უდგა ხარ ის ეგრე არ დაგედგება და არ გიშომებკერებს რა და პირიქით შეიძლება კითხას კიდევაც პაკეტს მოგედავოს რაღაცაზე რა. ეგ ქართულ სპორტში ზოგადად ძალიან ხშირი იყო ხოლმე, მარტო ბოდიბილდინგში კი არა რომ იმდენად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველები რომ ავიწყდებოდათ რეალურად სად არის კონკურენცია რომ გაიხედე თვალებიდან გამოიხედე სათხარ. ვის უნდა შეიჯიბრო იქ ანუ რამდენი ყავს რა და აი ერთმანეთის კონკურენციაში კი ვითარდებოდნენ, მაგრამ თან იკარგებოდნენ. ხო ხვდები რა რომ თითქოს ანუ ჩვენ გვაქვს ეს საქართველოს ჩემპიონატი რომელიც ოლიმპიად თითქოს ოლიმპიის დონეზე ავიყვანეთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით მარტო რა. ხო ხვდები ანუ თორემ ბევრი არ განიხილავ საქართველოს ფარგლებს გაათურ გავიდეს და მაგიტო ხო ეგეც არის ხო პრინციპში შენ თუ გახსოვს მე რომ წინა წელს გამოვიდა ეგრე საერთაშორისო წავედი ანუ საქართველოში გამოსვლა არ მინდოდა არც ეხა ბათუმში გამოსვლა მინდოდა სიმართლე რომ გითხრა ისე რას გქონდა სურვილი ისე რას ფიქრობ ანუ მაინც ღიად ვლაპარაკობ და ღიად ვილაპარაკოთ ანუ შენ რავი შენ მომსწრე ხარ ძველი ფედერაციის და ახალი ფედერაციის ძველი ფედერაციის რომელიც კონსტანტინე მაცავეძეს ეკუთვნოდა და ახალი ფედერაციის აი შენ რას ფიქრობ ისე მაგ ფედერაციაზე რას ფიქრობ და ახალ ფედერაციაზე რას ფიქრობ როგორ ფიქრობ ანუ ახალ ფედერაციამ რა გააკეთა ისეთი რა ძველ მორი გააკეთა ну ცოტა ზაფრიკითხა ბევრს ახსოვს ახლა ჩემპიონი გამოსვლა იყო ნატურალებში სხვა შორის შენ კონტესტთან გამოხოდი ხო თავი და კონტესტთან გამოხოდი ხო ნატურალებში და სხვა შორის თაზე მეხმარებოდა ხო ბოლო პერიოდში ხო ჩვენ ისეთი ის რა მაგარი ფორმა იყო ნატურალებისთვის კი მაგარი ფორმა კი ყველას ახსოვს ნატურალებში რაც მოხდა და პირველ ადგილზე ნატურალებში გამოსასვლელი ტიპი არ იყო. კონსტანტინეს კონდეს ყავა არ დალიოთო რა ის არის ამოგიგდებთო რა ის კოფეინი არ შეიძლება და რა ის ყავა ჩემი. მითქვი. კოტე. კოფეინს ამოგიგდებთო დოპინგზე? კოფეინი ხო კოფეინი შეტანილია დოპინგშიო რა და ის არისო რა. ცხიმწოდები არაო ასკილიო და გამოყვა ეგეთი რაღაცები რა. მოკვლევებმა მაჩვენა რომ ინფიცირებული არ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ექიმებს, ისინი პროფესიონალები არიან. ახლა ფედერაციაზე რას ფიქრობ? ახლა ფედერაციის შეხება სხვა შორის არ მქონია. არც გამოსულ, არანაირი შეხება არ მქონია რა, მაგრამ კაი წამოწყება აქვს ის რომ აფინანსებენ რა, ძალიან მაგარი წამოწყება. კი, ეგ მართლა მაგარი წამოწყება და ჩემს დაგრეც უნდა მომხდარიყო ეგ რა. აუ ეგეთი რაღაც რომ მომხდარიყო, ადრე ეხლა ძალიან ბევრი კიდე მის იქნება, ბევრი ბოდიბილდერი იქნება და რომელიც გამოსვლელი იქნება და ეხლა ძალიან მაგარი წამოწყება ეგ რომ შეუძლიათ რომ დააფინანსონ და შანსი მისცენ, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი ხა ხარჯებზე არის საუბარი, უცხოეთში ვაწახვიდე რა, იქ ფრენა, იქ სასტუმრო, რა ვიცი, იქ საწევრო, ძალიან ძვირი ჯდება რა და ეგ უფრო დიდი პრობლემა არის ხოლმე რა შეიძლება ადამიანს არ დისციპლინა გიჭირდეს არც ვარჯიში გიჭირდეს ყველაფერი მაგრამ გააკეთო მაგრამ ნუ ფინანსება ჩააგდოს რა ეგრეა ხო აი ფინანსებიც იყო რის გამოც შეიძლება უცხოეთში 5 ჩემპიონატს რო აბავენ შენ ერთის მეტი ვერ გადააბა რა იმიტომ რომ მე რომ წინა წელს რო ვიყავი ჩემპიონატს გამოსვლა ხაც რო გამოსვლა ანუ ის ტიპები ვინ ჩვენ ხვდნენ ანუ იქამდე ჩემპიონატს გამოსვლები იყვნენ იმ წელს მერეც გამოხვიდნენ ანუ ტიპები 4 ჩემპიონატს ერთად აბავდნენ რავი ეგ მნიშვნელოვანია ეს ბოდიბილდინგში თუ გინდა რომ ფორმა განავითარო პრაქტიკაც უნდა დახვეწო და ძალიან მაგარია ხო ერთ ჩემპიონატს რო არ ემზადები ძალიან მაგარია ეგ რა ყოველ ჩემპიონატებზე გამოდიან რა იმიტომ რომ მათ არ აქვს პრობლემა ფინანსებზე რა და აი ერთ ჩემპიონატი არა მეორეში გამოვა მეორეში არა მესამეში გამოვა და გამოცდილებას ბევრი ხა წამოდი 7 თვე ემზადები ერთ ჩემპიონატზე გადიხარ და იქ რო შედეგი ვერ დატო ანუ გამოდის 7 თვე ემზადე რისთვის რა ჩემი აზრით დღევანდელი ბოდიბილდინგის მინუსი არის ხალხის ნაკლებობა თვითონ ბოდიბილდერების ნაკლებობა არის რა ნუ ლოგიკურიც არის ჩემი აზრით ხო ბევრი ადამიანი უკვე აღარ ემზადება აი ნახე იცი იმიტომ რომ რაღაცა მაინც თან იცი რატო ალბათ მესმის ხოლმე რომ აი მაინც ზოგი ოჯახდება ზოგს რაღაცა ცოლი მოყავს მე ეგ ფინანსები ჭირდება მე ის ბოდიბილდინგს ამდენი უნდა დაახარჯოს და მე იმისთვის აღარ რჩება რომ ერთად ცხოვრებისთვის რა თანაც ცხოვრებისთვის და ეგეც არის ხოლმე მიზეზი სხვათა შორის რატომაც ანებებენ თავს შემოსავლები ძალიან
ბევრს უჭირს ახლა მართლა საქართველოში რა და ბოდიბილდინგს კიდე ჭირდება ეს ფინანსები. ხო და გიჭირს და პლუს კიდე მაშინ ფული მოჩადო. თული რაღაც პლუს ანუ შეჯიბზე რო გადიხარ, შეჯიბზე კი არ გიხდი, აქეთ იხდი შეჯიბზე რო გახვიდე. ხო ბევრს ეგ არის, ძალიან ბევრს გონიო რომ შეჯიბზე გადიხარ. არა ხო. ეს შორის არ მეჯერა ხოლმე, სანამ ესე კარად არ შემოვედი ბოდიბილდინგში რომ ძალიან ბევრი იხარჯებოდა რა, ვიღაცა მეუბნა $20,000, $20,000 მეთქი და ბოლო თვეებში დავთვალე, ანუ არ დახარჯავენ რეალურად. ხო და მაგასო ვიღაცები მართლა ხარჯავენ მაგდენს. და სხვა შორის არ არის მართლა ისე ტყუილია, ძალიან ბევრი იხარჯება, ძალიან ბევრი რა. კი, ვიღაცას უყურთხავენ, მაგრამ ძალიან ბევრი იხარჯება. ხო და რა ვიცი, აბა ზოგადად ქართულ ბოდიბილდინგში დღეს რასაც უყურებ, ნაკლები აქტივობა რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩაქთვლით. ესე თქვა, შენ და რამდენი ადამიანი დაემატა, წინაკლი დაემატა MPC ჩვენთან. MPC დაემატა. ო, რა თქმა უნდა. ეს MPC გზაა, ვინც არიცით, რომელიც ოლიმპიისკენ მიდის რა. ხო, მაგრამ არ არის ის რასაც თქვენ ფიქრობთ, ანუ საქართველოსი არ არის ეს. სომხეთი ატარებს ამ ყველაფერს და რა ვიცი, კარგი იქნებოდა რომ ჩვენც გქონდეს რა. MPC ჯორჯია ქვია, მაგრამ MPC ჯორჯია რეალურად არ არის. MPC არმენია უფრო არის ეგ რა. ხო. ჩვენ გვაქვს საქართველოში IBB. IBB გქონდა, MPC-ც რო ქონდეს მაგარი იქნებოდა და ანუ გამართული იყოს ყველაფერი რა. რომელიც არის ფედერაცია, რომელიც იყო MPC-თან ერთად რეალურად ადრე, მე რაღაც უთანხმოების გამო გამოიყვნენ და ცალკე IBB ჩამოყალიბდა, მაგრამ მართლა იყო ეგრე? კი. მაგარი ვიცოდი. რეალურად IBB იყო თავიდან. ხო, მეც რაღაც ეგეთ მე და MPC წაიღო ცალკე ოლიმპიადა, IBB დარჩა ოღონდ, IBB-ად დარჩა ოღონდ ოლიმპიის გზა ვეღარ გაიგო. შეიძლება რომ MPC-ს ბევრად კაი ტურნირები აქვს ვიდრე IBB-ს რა. ჩემი აზრით. მაგრამ ძალიან კარგი ტრამპლინია ჩემი აზრით IBB, დამწყები ბოდიბილდერისთვის, რომელსაც მიზნა დააქვს რომ რაღაცა ოლიმპიის სცენაზე გავიდეს, ძალიან კარგი ფედერაცია ტრამპლინისთვის. გამოცდილება აიღო, დაიხვეწო, ელიტ პრო გახდე, ელიტ პრო მოიგო, მაგრამ მე აზრს ვერ ხედავ რაში ნახე, ელიტ პრო გავხდი, ელიტ პროში მოვიგე და მე რამდენიმეჯერ მოვიგო ელიტ პრო. ხო, უნდა გადახვიდი მე, მაგრამ აღარ არ გონი. ხო, აი რაღაცა ეხა შემოიტანეს ელიტ პრო და კიდე პრო შემოიტანეს, ხო? IBB პრო ის IBB პრო რა, რაც MPC-ს პრო. ეხა შემოიტანეს ეგ. რამდენი პრო აი? მე პრო. ხო, ელიტ პრო იყო. პრო ხარ. ებჭალიჩო ბიჭო თქვენა. რაღაცა ელიტ პრო, ელიტი მოაშორეს ეხა და ელიტ პროებში რაღაცა პრო და რაღაცნაირად დაამახეს. ხო, არ ვიცი, ძალიან, მაგრამ ჩემთვის შემდეგი საფეხური MPC-ია, მაინც. MPC ყველაზე ესა თუ მართლა ბოდიბილდინგს ასე უყურებ, MPC არის ყველაზე მთავარი. ხო, მე ვფიქრობდი კიდე ელიტ პროში გამოსვლას, მაგრამ რო დავფიქრდი საბოლოო ჯამში, ის რაც უკვე მოგებული მაქვს, ნუ მოგებული რა, ანუ ელიტ პროში აღარ მიდე კიდე რაღაც ელიტ პრო მოიგო რა. MPC არის ძალიან მრავალფეროვანი რა. დაჟანე MPC-ში რო გამოდიხარ, ტიპებს თვითონ გეუბნებიან რომ თუ გამოდიხარ პირველი ჯერ, არსებობს შესაბამისი კატეგორია, თუ მეორე მესამე გამოდიხარ შესაბამისი კატეგორია და ანუ ესე არა რომ პირდაპირ შედა MPC-ში და მოხვდები იმ კამადაში რომელშიც ფიქრობთ რა. მოყვარულებში ძალიან მაგარი ხალხი არის, ანუ მოყვარულებში დადგები, რავი. არ გიგონოთ რომ იმეში შეხვდებათ. მე რომ გადავხედავდი ხოლმე იქ ხალხი, ისეთი ხალხი იდგა რომ რავი. მაგხრივ MPC ბევრს შეძლოს იძლევა რა. და რეალურად ბოდიბილდინგის ეგეთი სპორტია, ჩემს და მარტო ხარ. შენ ყოველთვის მარტო ხარ რა. კი, მესმის ვიღაცები ფინანსებით, მეც ფინანსურად დამეხმარდნენ თავის დროზე ადამიანები, კარგი ადამიანები და რაღაცა ხელი შემიწყეს, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა აკადემია იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელიც გვერდში დამიდგა. მე ხა ჩემპიონთა აკადემიაში ვარ და რაღაც გვერდში დგომა მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის მარტო რჩებოდი ხოლმე რა. და რეალურად ჩემი აზრით, შენ არ უნდა ჩათვალო, რომ შენ ცხოვრებაში რაღაც ისეთი რადიკალურად შეიცვალა რა. ხო ხტები. უბრალოდ ეხა სხვა ადგილზე ხარ და მორჩა მეტი არ. კი, თავისთავად, თავარი ბრძოლა შენ თავთან. ხო რა, ეხლა უბრალოდ სხვანაირად აგზელებ მომზადებას, სხვა გარემოში აგზელებ მომზადებას და არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ შეცვლა შენ ცხოვრებაში, ჩემი აზრით რა. ანუ ეგრეა ზოგადად, ეგრე უნდა მიიღო ადამიანმა ცვლილებები ცხოვრებაში, რომ ანუ ცვლილებები ნორმალურია. ნორმალურია, რომ ადამიანთანაც მეგობრობდე, თავიდან მე აღარ მეგობრობდე, ეგეც ნორმალურია, მთელი ცხოვრება ძალიან რთულია ერთ-ერთი ადამიანთან გქონდეს ერთნაირი ურთიერთობა რა. იცვლება ხოლმე რაღაცეები. არ ხარ შედა კაი კაცი. კარგი იქნებოდა რომ არ ხდებოდეს, მაგრამ ნუ ხდება. კარგი იქნებოდა არ ხდებოდეს ხო, მაგრამ ხდება და ძალიან ნორმალური ამბავია, მე ეგრე ვუყურებ რა. ბევრი ადამიანი სხვანაირად აჩენს თავის თავს, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა რაღაც წინაღობები ხდება და მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მთავარია შენ არ დაკარგო შენი მიზანი, რაც გაქვს, შენი სისწრაფე არ დაკარგო, ტემპი არ დააგდო და შენ სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, მაინც გაიმარჯვებ რა და მაინც ესე ვთქვათ, შენ გზას გაიკვალავ ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ეგრეა, ბოდიბილდერი რაღაც ყოველთვის
მარტო ხარ საკუთარ თავთან რა, იმიტომ რომ იქ იმდენ ნერვიულობა გიწევს. ფული საიდან მოვიტანო, ფორმა არა, მაქვს. ხოლო ოჯახის წევრები შეიძლება, მაგრამ ხან ხო ოჯახის წევრებიც უკვე ვიღა გეხმარებიან ისეთ იმაში ხარ. ნუ არის რაღაცეები, სადაც მაინც მარტო ხარ რა. მაგას მეც რა, ოჯახის წევრებს შენ თავთან უნდა გადალახო ის ყველაფერი გადასალახია რა და ვიღაცას გონიერს რომ საუბრობ, რო არა თავს გამოცდილი რომ რაღაცა ისეთი არ წარმოუდგენია, მაგრამ დამიზერეთ ძალიან სხვანაირი რაღაც არის რა. ამიტომ ვისაც ეხლა თუ გვიყურებს და ბოდიბილდერობა უნდა, მინდა უბრალოდ ჩემი გამოცდილებანი იცოდეს რომ ძალიან რთულ ამბავში ეხვევა. კი. თუ ფინანსურად ზადარხა პირველ რიგში. არა, და უკვე ისეთი საქმე რომ ფინანსებზე ლაპარაკობ პირველი, არა იმაზე რომ აი დისციპლინა, არა იმაზე რომ აი რაღაცა პირველი ფინანსებზე, იმიტომ რომ აი სხვა შეიძლება ყველაფერი ქონდეს, მაგრამ ფინანსები თუ არ გაქვს, ვერ კი, სანამ ახლა ნაბიჯს გადადგავ რომ შენ დაიწყებ სტერეოტიპის მიღებას, ფარმაკოლოგიის მიღებას, ეგ არის უდიდესი ნაბიჯი შენ ცხოვრებაში და უდიდესი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ უკვე შენ აღარ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ გარეთ დადის და ჯანსაღად ცხოვრობს. რამე პირადად ვიძახი ხოლმე რომ ჯანსაღად ცხოვრება თუ გინდა და ჯანმრთელობა რო იყო, დილობით გამოდით ირბინეთ და ეს რა ქვია, 10 ბუქნი გააკეთეთ. ეგ არის ჯანმრთელობა. ამიტომ დიდ სპორტში რო შემოდიხარ, გინდ ბოდიბილდინგი იყოს, გინდ ფეხბურთი იყოს, გინდ კალათბურთი იყოს, რაც არ უნდა იყოს დიდი სპორტი, სადაც კონკურენცია, სადაც მთელ მსოფლიოს ეჯიბრები, იქ ცოტა ხანი ხო, ნუ მოდი ბოდიბილდინგზე არის, ბოდიბილდინგი გონეთ, მაგრამ რაღაც არაჯანსაღია, ვიცი. რამდენი მორაგბია, მუხლები აქვს დალეწილი, ზოგი რავი, ღმერთმა ყველა დაიფაოს ინვალიდები. UFC, MMA ხო საერთოდ, წამოდი ტიპი გადიხარო, ტიპი მოკლა. ხო, არ ვიცი, ძალიან ისეთი საკითხია რა სპორტი, სადაც გინდა რომ რაღაცა შედეგი და ამიტომ ფინანსები რაში გჭირდება ხო, რომ აკონტროლოს შენი ჯანმრთელობა, იკვებო ისე როგორც საჭიროა, წახვიდე ტურნირებზე და დააფინანსო საკუთარი თავი. ხო, დააფინანსო საკუთარი თავი. არ დაგენონოს იმაში რომ იკვებო წესიურად ხო ხდება ჩვენთან რო არის, რავი, დღემდე შეიძლება გაყინულ ფილაზე იყო ადამიანი რა. მე მოზოდებულ ვარ ეგრე, მე მოზოდებულში. ხერესაში ეგრე გასვარსა წახვიდე გვერდზე. ზაშოს ვარ წავიდე. ხო, გაყინულ ფილე და ის სახლის ფარში რაღაცა ერთი კვება მარტო და ეგრე, ამიტომ რთულია და რაღაცა ეგეთი რო ემზადები. ვიცი რა არის, მინდა რომ არასწორი წარმოდგენა არ ქონდეს ხალხს ბოდიბილდინგის მიმართ რა, რომ აი მე გადავწყვიტე ბოდიბილდერობა და შემორჩა. ხო ხვდები? და მაგას ვცდილობთ ხოლმე, აი მეც გიგიც მაგას ვცდილობთ ხოლმე, რომ აი ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე მომზადება, მაგ ხელა გამოცდილებას არავინ არ მიზიარებდა, იმიტომ რომ არავინ არ იყო მაშინ ისეთი რეალურად ისეთი სერიოზული ადამიანი და მაგრამ მაშინ თითქოს აი ესეც არ იყო, აი ესეც ახლა რასაც ვაკეთებთ, ესეც არ იყო მაშინ. რომ ვიღაცის გამჟდარი ყავი და ვიღაცას პოდკასტი მეყურებდა რა პოდკასტი. ხო, არა, ეხლა თავშოთ ბევრი წყარო არის, რომ ინფორმაცია ეხლა კარგია, რომ აი ბევრი ახალგაზრდა ცდილობს რაღაცა გააკეთოს, თავის კონტენტი ააწყოს, ვიღაცას თავის გამოცდილება გაუზიაროს, ეგ ძალიან კაია. ვხედავი ხა მე რა, ხვდები თუნდაც სხვადასხვა დარბაზებში მწვრთნელებიც არიან, რომ რაღაცებს წერენ თავისთვის. ეხლა ჯერჯერობით გამოსწორდა რა, ადრე ჩვენ პერიოდში, აი თავდაო დავიწყეთ, ანუ ცოტა მე დაჟე რა, ვინც რაღაც ახასიათებდა რაღაცა, ანუ ყველგან ჰეითი იყო. ეხლა ცოტა ნელა ჩატყდა. ხო, ყველა რაღაცა. ანუ ხე ვიღაც ტრენერმა ჩაწერა რაღაცა და ეგრევე მოდიოდა ზემოდან ვიღაც ტრენერს ის და ამას ეგრევე აკნინებდა და ამის ხარჯზე უნდა და რაღაცა ხალხი წაიყვანა და აი ძალიან ტოქსიკური გადავა. დღეს ცოტა რაღაცა ცოტა ერთმანეთს მიმართ მოუძბილთ ცოტა და რაღაცა ისეთი კეთილი ყველა არა, მაგრამ ვიღაცები რა. ხო, ანუ ეხლა უფრო ნაკლებად ცდილობენ რომ ჩაერიონ ხისი ტრენერი რაღაცა. მე მართლა ძალიან მისწორდება რა და მართლა მიხარია ხოლმე რომ აი ტიპებს რო ვხედავ, ეხლა არ ჩამოვთვლი რა, არიან რამოდენიმე, რომ აი მართლა ცდილობენ რა და მართლა ძალიან კაი ტიპები არიან, რომ რაღაც ვიდეოებს იღებენ, აი ტიპი რო ვიდეოს იღებს, ესე იგი უფიქრია იმაზე, ხო ხვდები, იფიქრა, რომ აი როგორ გამოასწორა და აი რაღაც შტატივი გაასწორა, დადო მიკროფონი გაიკეთა და ანუ ეცა და ადამიანი რა. მე იმდენჯერ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმდენჯერ შემეთავაზებია, ჩემი დახმარება, მეთქი მიკროფონს მოგცემ, შტატივს მოგცემ. ანუ ზოგი არ იმსახურებდა. ზოგი არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც. აი დავუდგინე, ხო, აი ადამიანს შეიძლება შეხედო და თვითონ ეს ვერ შეასრულოს, შენს თავაზობ რა, აი რა მოდი რა მე დაგაწყებინე იდეებს რაღაცა მიკროფონი ესეთ ვინ რო ყოლოდა მე ეს ბევრად წინ ვიქნებოდი ახლა ჩემით რომ ჯერ ესე დავიწყე გადაღება მე ხანაზე ჩამოვდებდი რავი ძალიან ნენელა რა ხო და რაღაც ადამიანი რომ მოდის პირდაპირ განსაზღვრებული რომ გეუბნები მე გადაგიღებ მე გიზავ ესე ძალიან მაგარი შემოთავაზებაა რა ესე რამე ის ხო არ გაქვს შემოთავაზებები ან რამე სპონსორის მიმართ ერთი თვალშორ დიდი არ ვიტყვი მაინც რავი დიდი კომპანია იყო რომელსაც მივწერე დამთანხმდნენ მე კიდე მივწერე და განათლების კომპანია ხო არ იყო თუ განათლების სხვა კომპანია იყო მივწერე დამთანხმდნენ მე კიდე მივწერე და მითხეს რომ რაღაც ცოტა სხვა ისა აქვთ ახლა პროექტი ვთხოვდები და მასო ჩამოვთორეთ მივწერეთ გავიდა თვეები კიდე მივწერე და ბოლოს დასინვა მივიღე და ნუ მივხვდი რომ
არც რეალურად დასაყოფილა განხილვა რა. ისე არის, აი რავი, ჩემი გადმოსახედა რო გითხრა უკვე რაღაც ბიზნესი ავაშენე უკვე და მე რო ვიღაცაში და ან რაღაცაში ფულს რო ვდებდე რა. ჩემი გადმოსახედა როგორ ჩანს ეს ყველაფერი რა. ძალიან ფრთხილობენ სადღაც ფულის ჩადებას რა, ყველა. კი. რეალურად. მაგრამ ჩემი აზრით, შენ უკვე საკმარისი ბაზა გაქვს, საკმარისი აუდიტორიას გაქვს და საკმარისი რაღაც გააკეთე უკვე, რომ შენ სპონსორი ყავდეს. მე რო დანამატების კომპანია მქონდეს, აუცილებლად დაგაფინანსებდი. დანამატების აუცილებლად არ ყავს, ანუ ეს დანამატებს კი არ გაჩუქებდი. ხელფას დაგინიშნავდი. ხო, არა. დღესდღეობით ბარტერს ვერ გავწვდით ვერსად. ბარტერს ხო აიგარი, რომ აი რაღაცა მაჩუქა არქის კარგი შევჭამე და აუ რა კაია ძმა. აი მაგას ვერ გავწვდით. მე რომ და ეხა მაგხელა ბიზნესმენი ვიყო და რაიცი მე მგონია რომ აუცილებლად გავხდი მაგხელა ბიზნესმენები, მე მოგხედავთ. თქვენს გორჩი ვიქნები და აუცილებლად თქვენ ისეთი ადამიანები ხართ, შენ განსაკუთრებით გიგი და იმხელა აუდიტორია, შენ ეხა უკვე ნახე უკვე რითი გამოირჩევი. მარტო ის კი არა რომ კარგი ბოდიბილდერი ხარ, ანუ ადამიანი რომელიც უკვე სხვებს ასწავლის. აუდიტორია ყავს, არეზარება და ცდილობს რომ მაქსიმალურად კონტენტის შექმნას და არ ჩამორჩეს. ან შენ კიდე უკვე ახალ საფეხურზე ხარ. და ჩემი აზრით, სხვებაც რომ მოგვაძონ, სხვა კარგმა ბოდიბილდერებმა და შეგეჭრები მე ალბათ ერთ-ორ ბოდიბილდერმა მარტო ისე კონტაქტის, ბევრთან არ ვარ. კონტაქტი არ გაქვს. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემბრელი კი არ არის. კონტაქტს რას გულს რომ მეგობრობ თუ არც კომუნიკაცია. და დაჟე ამ ჩემპიონატს ვერ უფრო ნაკლებს აქვს ჩემს მიმართ. ეხა ხო ვიცი ხა იქიდან საუბარი უკვე როწავა რატოობა, ჩვენ თავს დავუსიკითხა და ჩემპიონატის შემდეგ ხო ბევრმა ხო ვიღაცები. ვიღაცებთან დავიშალე. მოკლედ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენდა. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავით და სულ კარგად იყავით. ხო, ნუ მოკლედ ხო რა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სხვებმაც მსგავსი აქტივობა დაიწყონ, როგორც შენ ხარ, იმიტომ რომ რეალურად ბოდიბილდინგი მაშინ განვითარდება, როცა ჩვენ თვითონ ვეცდებით ბოდიბილდინგის განვითარება. თავის და არ განვითარდება. ან ბოდიბილდინგი პირველ რიგში უნდა ვიტყოს გვერდში დგომის ერთმანეთის რა. ერთმანეთის გვერდში დგომის, იმიტომ რომ მე არ დამზარებია რა ვისთან, არც გვერდში დგომა, არც მოკითხვა, არც წარმატების ის თუ რამე დახმარება შემეძლო ყოველთვის მithქვამს, ასე რომ მე ყოველთვის მართალი მაგ საკითხში რა. ვინმე თუ დამხმარებია, არც მადლობა დამიკლია და არც იმის წარმოჩენა გინდა აუდიტორიის წინაშე და არც ზოგადად რომ ეს ადამიანი დამეხმარა და როგორც იყო და რანაც იყო, უბრალოდ არ ვიცი რა. ხალხი განსხვავებული არის და განსხვავებულად აღიქონს ყველაფერს რა. მაგრამ მე ვიცი რომ ჩემ თავთან მართალი ვარ და ვისთანაც კონტაქტი მაქვს, მადლობელი ვარ ყველასთან, რა ვიცი. ხო, ნუ მოკლედ ხო იცი, ყოველს თავის სიმართლე ყოველს გადმოსახედნია და დაისვა და ის გეტყვის. ის სხვა რამე სიტყვაც ყოველს თავის. ის გეტყვის რომ მე მართალი ვიყავი და ამიტომ ჩემი აზრით მაგ დროს უკვე როცა უკვე მაგდონეზე ვეღარ უგებ ადამიანს უკვე აღარ ღირს ლაპარაკი, ხვდები რა. იმიტომ რომ ის დარწმუნებულია რომ სწორად მოიქცა, ხო ხვდები? და როცა ადამიანი დარწმუნებული რომ სწორად მოიქცა, იმასთან შენ უკვე სალაპარაკო არაფერი აღარ გაქვს რა. ამიტომ მეც ეგრე ვარ ხოლმე რაღაც საკითხებში ადამიანებთან რა. აი ადამიანს აშკარად რო უყურებ რომ თავის ენაზე ლაპარაკობს და აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკს, უკვე ვეშვები რა უბრალოდ, ხო ხვდები? საწყენი არც არის კაცო ეგ რა, ანუ თავარია გააგაბოროტე ადამიანი თორე ვერ გაუგი კაცო. თავი არ გაბოროტე, თავი არ გეწყინოს მისი წარმატება, ცუდი არ უსურო, თავი ეგ არის თორე. შენ მაგათად განსხვავებული შეხედულობა გაქვს, შენ შეგიძლია უფლება გაქვს, კონდეს განსხვავებული შეხედულობა, მაგრამ ისი არა რომ რაღაცა ადამიანს ცუდი გაუგეთო, ადამიანი დაჩაგრო, ადამიანისთვის ცუდი გინდოდეს და არა უშავს რაც მოხდა უკვე მოხდა, მე ეგრე უყურებ. თავია ეხლა რა მოხდებოდა მომავალში რა იქნებოდა, ჩემი აზრით მაგას უნდა უყუროთ პირველ რიგში, მომავალში რაც მოხდება და რავი გიგი შენ წარმატებას გისურვებ რომ ზუსტად იმ ტემპით როგორც ახლა ვითარდები და შენ ძალიან სწრაფი ტემპი გაქვს ახლა აღებული განვითარების, მაგ ტემპით გააგრძელო და კიდევ უფრო მეტად აკრეფო სიჩქარე. გააგრძელი რასაც აკეთებ, ძალიან კარგად გამოგდის. ჩემი გადმოსახედა რაც შემიძლია გითხრა, დარწმუნებული ვარ კიდე ძალიან ბევრი რაღაც გელოდება წინ. ერთი-ორი სიტყვა შენზე ვთხარი, შენზე. ხალხს. მე რაც შემეხება, მზადება ეს ის. მამზადები ხო ახლა ჩემ ცხოვრებაში რავი ზოგმა იცის რაღაც ბევრი რაღაც შეიცვალა იმ ხრივ რომ რაღაც ჩემი ბიზნესი დავიწყე, ძალიან დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს. უკვე საცოლე მყავს 30 თვეა უკვე არაფერი არ მიმიღია. 2023-ში რაც გამოვიდი 23 ნოემბრის შემდეგ. 23-ში იყო. 23 ნოემბრის მერე უკვე ჩახსენი ყველაფერი რა. ძალიან დიდი ხანი ყოფილა. ძალიან დიდი ამხელა პაუზა ამქონე კარიერაში. ამიტომ თავისი მიზეზები. დროც მალე გავიდა. როგორ? დროც მალე გავიდა.
ძალიან მალე გავიდა რა 3 წელი. ლოჟეთ დღეს ვიხსენებთ 4 წლის წინ იყო ის პრო რომ მოიგე. 4 წელი გავიდა პრო რომ მოვიგე, ხო? რაღაც მემორებია მომოვიდა და დიდი დრო გავიდა. მე ეგ პერიოდი მახსოვს კაცს კარგად. 4 წელი ძალიან ბევრია. ხო, ამიტომ ჩემთან ახლა ჩემზე ბევრი იმიტომ არ ვილაპარაკებ, ჩემთან ისეთი განსაკუთრებული დღესდღეობით ახლა საინტერესო არაფერი ისეთი არ ხდება. YouTube ვიდეოსაც შეეხება გავაგზავნებ კიდე იმ კუთხით, რომ ინფორმაციები მოგაწოდოთ. განახოთ დღესდღეობით როგორ ვარჩევ, ვარჯიში არ ჩამიგდია და არასდროს არ ჩავაგდებ, როგორ რეჟიმი მაქვს. მაგრამ ეხლა მომზადების მხრივ და რაღაც მან შიგნით ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ არ მიფიქრია ჯერჯერობით რა. მე ჯერჯერობით მზადებაზე რაღაც ამფიქრობ რა. ხო, ამიტომ ხო, ეგრეა. მინდოდა რაღაცა რადგან გიგი დღეს ერთად ვართ, უფრო გიგიზე გველაპარაკა და გვესაუბრა, შენზე მაინტერესებდა რაღაცეები. და რავი, მოგეთ რაც მოხდა. ცუდი იყო, კარგი იყო, კარგიც ხდებოდა, დარწმუნებული ვარ, ცუდიც მოხდა. კი, რაც არა უშავს ეგეთი არის, რაც ცუდიც მოხდება, კარგიც მოხდება, იმედგაცრუებაც იქნება, წარმატებაც იქნება. ცხოვრების გაუხარდება ვიღაც, ეხას არ გაუხარდება ვიღაცა, უფრო ახლოს იქნება ვიღაცა პროდაქშორდება და ესე რა. ცხოვრების ნაწილია რაც იყო და მოდი ეს უფრო ბოდიბილდინგს გაშობ ზოგადად შევეხეთ ყველაფერს რა როგორ არის რომ შესაძლოა ცდილობ რომ განვითარდე, ამ განვითარებას ბევრი რაღაცა მოყვება რა. კი, წინაღობებიც გექნება, ხანდახან დახმარება გექნება, ხანდახან პირიქით ხელს არ გამოგიწოდეს ეგეც არის. იმედგაცრუებები გექნება, მაგრამ ეგეც ნორმალურია. ამიტომ მოდი ისე მივიღოთ დღეს როგორც არის და გავაგზავნოთ როგორც შეგვიძლია ისე. ამიტომ ყველას წარმატებები უსურვოთ. წარმატებები ყველას, თქვენს წარმატებები, ვინც გიყურებთ. მადლობა თუ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. რაცა მომავალი ოლიმპიადაზე გავუსწრებთ. ეხლა შეიძლება ვიღაც ტიპი ვიყურებს, რომლიცაც ლაივში ჩაუждებით გამთენისას ოლიმპიადაზე რო გამოვა. წარმოიდგინე მაგარი რაღაცა. და დიდი იმედი მაქვს რომ მართლა ეგრე მოხდება. ამიტომ რავი, გიგის ვიდეო კიდევ ერთხელ თვითონ საგინახეთ, ნახეთ. ძალიან კარგად დავშალეთ იქაც თემები, რაღაცეებზე, რაზეც გვინდოდა მართლა გულით გველაპარაკა. და სამომავლოდ კიდე რამდენიმე ვიდეოს იდეა არის რა. კი, ვიდეოების იდეაც არის და რავი, გიგი აი აქტიური ხარ ხო YouTube-ზე დღესდღეობით? YouTube-ზე ხო მომზადებაზე უფრო იყავი, მაგრამ ხა იცი, ჩემ ბრალი თითქოს არ არის, იმიტომ რომ მომზადებაზე მართლა ყურებადება იყო, კითხები იყო, ეხლა რო არ იმზადები, ნაკლებად დაინტერესებს ხალხს, ხაში რო გახვედი და ივარჯიშე და 5 მისვლა გააკეთე და 4 მისვლა. სადებაზე რამდენი გააკეთე და როგორ ფორმაში ხარ და ფონტი როგორ გაინტერესდა. ეხლა რო იცი რომ ისვენებ და ნაკლებად რა და ასე რომ ხო იცი, თელი ვიდეო როა და პლუს უკა პოზირება და რო ახო პოზირებას რო გადაახო. ყველა რო ელოდებოდა ხა ფორმატი როგორ შეიცვალა რაღაცა ახალ რას აკეთებდი მზადებაში რაც ვწდე, ყველა საინტერესოა და ეხლა მაგიტომ ცოტა ცდილობს ესეთი ვიდეოები დავდო, სადაც უფრო საინტერესო რაღაცები ინფორმირებული რა, რომ ინფორმაცია მიეწოდა ადამიანს, კი. ამიტომ მეც ვეცდები, ეხლა რაღაცები გამოვიწერე, შტატივიც აღარ მოგაფერა. არაფერი აღარ მაქვს. ყველაფერი დამემსხრა, იმდენი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია. მეც რაღაცები ხა ჩამომივიდა და მეც დავიწყებ YouTube-ზე ისევ აქტიურად მუშაობას რა. იქნება ეს ინფორმირებული ვიდეო, იქნება კითხვებზე პასუხი, პოდკასტები, ვარჯიშები თუ ასე შემდეგ. ამიტომ მადლობა გიგი შენ, რომ მოხვედი დღეს. ძალიან კარგად ჩავატარეთ, გადაღებებიც ვარჯიში ნორმალური იყო. იქ უფრო საინტერესო საუბარი იყო, ვიდრე ვარჯიში, მაგრამ დამიჯერეთ ღირს აუცილებლად ყურება. ამიტომ გიგის ნახავთ, ნახავთ. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და შემდეგ შეხვედრები ყველას. საბოლოო თქვენიცით. საკაიფო იყო. აუ, ძალიან ბევრი ხორი ლაპარაკე მე ბოდიბილდერებზე. უყურებ და